საქმეების გაჭიანურება, არასათანადო მოპყრობა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენების შესახებ შეფასებას ასაჯაროებს და გამოვლენილ ტენდენციებზე საუბრობს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული პირების საქმეთა განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება. საიას შეფასებით, სავარაუდოდ ამის მიზეზი არის ის, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქტივისტების შეწყალება თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში ვერ მოასწროს. რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული პირების საქმეები ჭიანურდება და ეს ჩვენ მანამდეც აღვნიშნეთ ინდივიდუალურ საქმეებთან დაკავშირებით. საიას შეფასებით, საქართველოს პროკურატურა და თბილისის საქალაქო სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს საქმეების განხილვას, სავარაუდოდ იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლოს აქტივისტების შეწყალება თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში და ეს გაჭიანურება არის ხოლმე იმდენად დაუსაბუთებელი, რომ შეიძლება უკვე საბოლოო ეტაპზე მისული საქმე გადაიდოს მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეში ჩაერთოს ახალი პროკურორი, რაც ხელოვნურ გაჭიანურებას ადასტურებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც იკვეთება ამ საქმეებში, უკავშირდება პატიმრობის გამოყენების პრაქტიკას ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე. ორგანიზაცია ასევე გამოყოფს საქმეებს, სადაც ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი დაკმაყოფილებული არაა. საიას განცხადებაში საუბარია ბრალდებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებაც და ყურადღებაა გამახვილებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობაზე. საგანგაშოა ის, რომ რიგ შემთხვევაში დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ვერ აღწევს წარდგენილი ბრალი. ასეთი მაგალითი არის მაგალითად ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პირების საქმეები, როდესაც პროკურატურა ვერ ასაბუთებს კოლექტიური ან კოორდინირებული მოქმედების საკითხს და ასეთ შემთხვევაში ასეთი პირები მოქმედებდნენ ყოველგვარი ურთიერთცოდნის, ურთიერთგაზრახვის გარეშე, იზოლირებულად სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას. შესაბამისად, საიას შეფასებით, ამ მუხლით ბრალდებული პირების საქმეები ვერ აღწევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომელიც არის არსებითი ამ ტიპის დანაშაულის დასადასტურებლად. ბრალდებული პირები სისხლის სამართლის წესით ბრალდებული პირებიც ასევე მიუთითებენ არასთანადო მოპყრობის ფაქტებზე და ამ კუთხით საგამოძიებო სამსახურის, რომელიც არის სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მათი ეფექტიანი მოქმედება იქნებოდა გამოსავალი, თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ერთ სამართალდამცავს პასუხისმგებაში მიცემულ. საია მონიტორინგს უწევს 50-მდე პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც უკავშირდება პროტესტს, მათ შორისაა 2024 წლის აპრილი-მაისის დროს რუსული კანონის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული 6 პირის საქმე. 19 და 28 ნოემბრის შემდგომი უწყვეტი ლეგიტიმური პროტესტის დროს დაკავებული 38 ბრალდებულის საქმე, ასევე ბალდის კანიონის აქტივისტის ინდიკო ბჟალოვას, აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას და აქტივისტ იოსებ ბაბაევის საქმეები.